თბილისის დაკონსერვებული მეტროს სადგური უნივერსიტეტი მას შესაძლოა მალე დასრულდეს ამისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაცია ამ თემაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს ფონდის ხელმძღვანელთან ერთად მიაწოდა დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადების წარდგენა 45 დღის განმავლობაში შეეძლებათ. გამარჯვებულ კომპანიას კი უკვე სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად 2 წლიანი ვადა ექნება. აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება პროექტი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით ოქტომბერში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც გავაფორმებთ ხელშეკრულებას და უკვე ამ წელს დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. საერთაშორისო ტენდერზე განაცხადების მიღება დაწყებულია. დასრულდება მიმდინარე წლის 26 აგვისტოს თბილისის დროის 15 საათზე. ის შემდეგაც დაიწყება შემდეგი ფაზა აქტივობების, როდესაც მოხდება სატენდერო წინადადებების განხილვა, შეფასება, დონორთან შეთანხმება და გამოვლენა გამარჯვებულის.